საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად ყაზბეგის რაიონში იმყოფებოდა ვანო მერაბიშვილი, ვახტანგ ბალავაძე და ცეზარ ჩოჩელი მდინარე თერგზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ლარსი ჰესისა და დარიალი ჰესის მშენებლობის პროცესს გაეცნენ პრემიერმა სტეფან წმინდაში ახლად გახსნილი სასტუმროს დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრმა სტეფან წმინდაში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. ლარსი ჰესის და დარიალი ჰესის მშენებლობა უახლესი ტექნოლოგიებით მიმდინარეობს. ჰესების სრული დატვირთვით 2014 წელს ამუშავდება, რის შედეგადაც საქართველოს რეგიონები ხარისხიანი ელექტროენერგიით იქნება უზრუნველყოფილი. ამ გვირაბით გამოდივართ არმისული ყაზბეგამდე, სადაც შეუერთდება მე მიცადოს. სათავე ნაგებობა ზუსტად ანალოგიური ტიპის სათავე ნაგებობა როგორც ლარსზე, გადმოდის ამ შემთხვევაშიც და მერე ხდება მილში და მას შემდეგ რამდენი კილომეტრია ხარ ზუსტად? გვირაბი არის ზუსტად 5500 მეტრი, საიდანაც 1600 მეტრამდე და ისა მილი? მილი არის 2 კილომეტრი, მაგრამ მილი ძალიან მარტივია, არანაირი პრობლემა. მაგას დაწნევაც აქვს? ხო არა. დაბალდაწნევიანია მილი და მაღალდაწნევიანია. ხო და ანუ აქედან პრაქტიკულად დაცემა არ ხდება. აქამდე პრაქტიკულად და მაქსიმუმ აგვაქვს 3 ატმოსფერო, მეტი არა. მეტი არა გვაქვს? დიახ, მეტი არა. მაგრამ ჯამში 40 ატმოსფერო. ეხლა ჩვენ იმყოფებით ზუსტად ამ. ვარდი რამდენი მეტრი გვაქვს? 360. ესეთი არ არის საქართველოში პრაქტიკულად. ხრამის ეს? დიახ, ხრამი არის მსგავს. ანუ ახალი ეგეთი არ არის ეს არის მარტო. არა, ახალი ეგეთი არის ჯერჯერობით. ეს იქნება პირველი ჰესი, ასეთი სიმძლავრის აშენებული, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება ორივესი ერთად 650 კილოვატ-საათი გამომუშავება. ასპაკრივად ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის უმეტესობა დასაქმებული. ორივე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჯამში სიმძლავრე 127 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება 650 მილიონ კილოვატ-საათში ადგენს. ჰესების მშენებლობაში 155 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. დასაქმდა 328 ადამიანი, მათ შორის ძირითადად ადგილობრივები არიან. ხელით შემოხვედით, ხო? რამდენი მეტრი შემოხვედით ხელით? 25, იმიტომ რომ მანქანა უნდა გაიჭედოს კლდეში. თუ არ გაიჭედა, ვერ გადააწვია. ახ უკვე ეს უკვე მანქანა. ეს არის გვირაბ გამყარი მანქანა. ამას დაფრის აღარ ჭირდება, ხო, დამთავრებას თუ 70% ხელის შეხება არის და მე არის პატარ-პატარა რგოლები და პატარ-პატარა ისინი გვაქვს, სადაც გეოლოგიური გეონები აქვს ვატორები და ხმელეთსა და რა. ქართულად რომ უზარმაზარი გრანიტის და ბაზალტის ლოდი, რომელიც დრელით იბურდება რა და არანაირი ესეთ ფაქტურას გვიტევს გაყანის მე. მანქანა ჩვენიდან არის ზუსტად კილომეტრი ნახევარში, შეიძლება წამოდი და საშუალო ტემპი თვეში უკვე აკრეფილი მინიმუმ 500 მეტრი. 500 მეტრი გადიხარ თვეში? 500 მეტრი თვეში. ლარს ჰიდროელექტროსადგური არის 20 მეგავატის სიმძლავრის 100 მილიონი კილოვატ-საათი გამომუშავებით, რომელიც ექსპლუატაციაში შევა მომავალი წლის გაზაფხულზე, ხოლო დარიალის დადგმული სიმძლავრი არის 109 მეგავატი 520 მილიონი კილოვატ-საათი გამომუშავებით და მისი ექსპლუატაციაში შესვლის ვადა არის 2014 წლის მაისს. მე უკვე 2 კვირა რაც აქ მუშაობ, ადგილობრივი ვარ. მანამდე მუშაობდი, აი მშენებლობა მიდიოდა სასტუმრო. ყაზბეგში აშენდა. პირობები კარგი. აი ესენი თითქმის ყველა ადგილობრივია ეგ ვინც არის ახლა. არიან ჩამოსულებს, მაგრამ აი ეს აქ ვინც ტრიალებს ახლა მეტი წილი ადგილობრივია. ჰესების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაბა სტეფან წმინდაში ახლად გახსნილი სასტუმრო რუმს ჰოტელ ყაზბეგი დაათვალიერა და დამსვენებლებს გაესაუბრა. სასტუმრო 2012 წლის ივლისში გაიხსნა და მას 156 ოთახი აქვს. სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული.